უხსენებად გუნდი ბევრს მოგზაურობს ამ წლების განმავლობაში მრავალ ქვეყანაში წარვადგინეთ ჩვენი უნიკალური კულტურა, ხალხური სიმღერები. წელს ორი პროექტი ჰქონდა. პირველი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. საკმაოდ საინტერესო ფესტივალია, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან გუნდები დენვერში. ამ გუნდებისგან შემდგომ ერთი დიდი გუნდი ასრულებს თანამედროვე მუსიკას. ძალიან საინტერესო. წელს იყვნენ დაახლოებით 200 მომღერალი. ამას გარდა, რასაკვირველად ჩვენი კულტურა წარვადგინეთ და ეს თქვენი პირველი ვიზიტი არ იყო, მე მგონი ამ დატვირთვით არა? დენვერში მესამეჯერ ვიყავით, მესამედ მეგვიწვიეს, ძალიან მოყვარვართ ასე ვთქვათ, თუ ყავთ ჩვენი გუნდი, პატივს გსმენ და სულ უხარიათ ყოველ წელს უნდა თუ ჩავიდეთ, ყოველ წელს ვერ ვახერხებთ რომ ჩავიდეთ რა, რთულია. საკმაოდ რთულია ასეთი პროექტების დაგეგმვა ფინანსებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. შემდგომ დენვერის შემდგომ ჩიკაგოში გახდით, სადაც ჩავატარეთ სოლო კონცერტი. იქაური მსმენელი მობრძანდა და დაგვესწრო რომ მართლმადიდებელები იყვნენ, სხვა ძირითადი ეკლესიაში ვიყავით წირვაზე და საკმაოდ საინტერესო იყო. ასევე გავახარეთ ქართველი ნიუ-იორკელი და მიჯელსელი ჩვენი ემიგრანტები, რომლებსაც მოასმენეთ ქართული ხალხური სიმღერები. ონცა თქვენთვის რა ემოცია არის ასრულებდეთ ქართულ სიმღერას უცხოელებისთვის, როდესაც წარადგენთ მას როგორც ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას. რა ემოცია არის და რა პასუხისგებლობას უკავშირდება ეს? პირველ რიგში იმას ვახსენებ, რომ ჩემი პირველი გასტროლი არ არის ბატონ ბადრისთან ერთად და ჩემთვის დიდი პრივილეგია და სიამოვნებაა, რომ წარვადგენ ჩემ ქვეყანას სხვადასხვა ფესტივალზე. როგორც ცნობილია, საქართველოს არ აქვს ისეთი წარმოდგენლობა სხვადასხვა ქვეყნებში და ბევრ ადამიანმა არ იცის ჩვენი ქვეყნის შესახებ. ამიტომაც როცა მე წილი მაქვს იმაში, რომ წარვადგინოთ ჩემი ქვეყანა როგორც ასეთი პოლიფონიური სიმღერის წარმომადგენელი ქვეყანა, მიხარია და ჩემში დადებით ემოციებს იწვევს თავისთავად. ბატონო ბადრი, ქართული ხალხური სიმღერა უცხოეთში, აი შესავალს აღნიშნე, ერთგვარი კი არა და მეტიც კაფიო გზავნილი არის საქართველოდან. როგორი არის ხოლმე შეფასებები ზოგადად მსმენელისგან? როგორ აღიქვამენ ისინი იმას, რასაც ასმენინებთ? არაერთხელ თქმულა და კიდევ გავმეორდები, რომ უნიკალურია, არ გავს არც ერთ მუსიკას სხვას, ჰარმონიით, ყველა პარამეტრებით ძალიან განსხვავებულია და თვითყოფადია და რასაკვირველია ხალხს ძალიან მოსწონს ეს განსხვავებული ცხოვრო არის, პირიქით არის, ის კი არა რომ თქვა რაზეც მიჩეული, პირიქით არის და ყოველთვის, რა ვიცი, ანშლაგია ხოლმე ჩვენ კონცერტებზე და რა ვიცი, ფურორები და ასე შემდეგ, ბოლოს ფეხზე დგება ხალხი ყოველთვის ხოლმე დაშს გვიკრავს და ასე შემდეგ რა. ამერიკაში განსაკუთრებით ემოციური ხალხია სხვათა შორის. ადგილობრივ მსმენელს გულისხმობთ? დიახ, ამერიკელები ადგილობრივი, რა ვიცი. აი თქვენთვის რომელი გამოცდილება იყო ესეთი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი მსმენელის აღქმის თვალსაზრისით? ასე რომ ვთქვათ, დენვერის ფესტივალზე რო წარვადგინეთ ჩვენი ქვეყანა, ვიმღერეთ სხვადასხვა პოლიფონიური სიმღერები, მრავალჟამიერი და ასე შემდეგ. და ხალხის რეაქცია იყო ჩემი საყვარელი ნაწილი ამ ფესტივალის და სრულად გასტროლის და ასევე რამოდენიმე კოლორადოელი ქართველები დაგვერცხდნენ კონცერტზე და მინდა გითხრათ, რომ 200-ზე ნაკლები მაცხოვრებელია ქართველი კოლორადოში და ის რომ მათთვის იმ ხელმძღვანელობა აქვს, რომ ქართველი ჩადის და წარადგენს მის მათ მონატრებულ ქვეყანას, ჩემთვის ალბათ ეგეც იყო ჩემი საყვარელი ნაწილი ამ კონკურსის. ბატონო, არის თქვენს რეპერტუარში სიმღერები, აი რომლებსაც განსაკუთრებით ხშირად გთხოვენ ხოლმე გინდა ფესტივალებზე, კონცერტებზე, და ის რომელთა შესრულებასაც უფრო მეტად გთხოვენ, იმიტომ რომ ამას ცნობენ და მოსწონთ. 2012 წელს პირველად გავხდით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან-ფრანცისკოში და მაშინ სანგალა გოგონა შევასრულეთ და ისეთი ასე ჰარმონიულად ქართულია ყველაფერი და არ არის ძალიან რთული მოსასმენი და მათთვის საკმაოდ მოეწონათ და უფრო იოლი ასაკმელი იყო და მოვკარი ყური და იმის შემდგომ ეს სიმღერა ყოველთვის გვაქვს რეპერტუარში. გარდა იმ სიმღერების უფრო რთული სიმღერების გვაქვს რასაკვირველია, ნადური გვაქვს, გლესავ ნამგალო, საკმაოდ ისეთი ვარსკვლავის სიმღერები გვაქვს არჩეული ჩვენი ამ ხალხური სიმღერების ყველა უამრავი ის არის საუკეთესო ნიმუში და ჩვენ ვცდილობთ რომ საუკეთესოები ავარჩიოთ ხოლმე.
ოღონდ თქვენთვის თუ არის სიმღერა, რომლის სიმღერა ან სიმღერები, რომელთა შესრულებაც განსაკუთრებით მოგწონთ და რომლებიც წინასწარ იცით ხოლმე, რომ იქ განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენს, მით უმეტეს უცხოელ მსმენელზე. უცხოელ მსმენელზე ალბათ როგორც ნახსენებია ცანგალა და გოგონა, მაგრამ რადგან ბატონმა ბადრიმ ვილაპარაკა მაგაზე, მოდი სხვა სიმღერაზე გავუკეთებ აქცენტს. ალბათ ფაცხარი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა, რო ვიმღეროთ კონცერტებზე, რადგან ასეთ პოზიტიური დატვირთვა აქვს მსმენელზე და ასე რომ ვთქვათ, ბავშვებსაც და ცოტა უფროსებსაც უკეთესად გამოგდის მაგ სიმღერის სიმღერა, რადგან ამ სიმღერას კარგი ხანია ვმუშაობთ და პირადად ჩემი ერთ-ერთი საყვარელია. მაგრამ ასევე ჩაკრულო ძალიან რთული შესასრულებელია, განსაკუთრებით როგორც ახლა ბანში მღერი და ბანი ძირითადად სულ აქვს ნოტი აღებული. ამიტომაც აი ერთ-ერთი ხრიკი არის იმისთვის, რომ ანუ ქართულ სიმღერაში რომ მაყურებლებს მოაწონო ქართული სიმღერა. და ალბათ ეგეც. ბატონო ბადრიმ, გუნდის შესახებ მოგვიყევით ცოტა მეტი. ნუ როგორც მოგახსენეთ 2000 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ საკმაოდ ბევრი გასტროლები გქონდა მსოფლიოს ირგვლივ აღსანიშნავია ამერიკის შეერთებულ შტატებში გასვლები, იმიტომ რომ იქ რთულია გაკეთება გასტროლის 6 ჯერ ვიყავით უკვე და მინდა გითხრათ რომ უკვე მივიღეთ მოწვევა კალიფორნიიდან და მომავალ წელს ზაფხულშიც მოგვიწევს ალბათ გამგზავრება. ისწავლობით მოვახერხებთ. რა საკის წევრები ხალხი? 7 წლიდან სტუდენტები არიან ჩვენთან 25-ის. რამდენად ბევრი არის ქართული ხალხური მუსიკის შესწავლის მსურველი? საქართველოში ძალიან ბევრი სკოლაა და მამრობა ღმერთს და მართლა ბევრი ადამიანი არის დაინტერესებული ბავშვები თუ უფროსები რომ შეისწავლონ ხალხური სიმღერა ძალიან კარგია ეს ყველაფერი. ჩვენთან დაახლოებით ჩვენ გუნდში 30 მომღერალია. ამასთან მინდა თქვა რომ ჩვენ ასევე დავიწყეთ 2 წლის წინ ბენდი გავაკეთეთ და კარგია რომ ჩვენ გვქნით მუსიკას თანამედროვე და ამ მიმართულებითაც დავიწყეთ მოძრაობა ჯერ არა ვარ ცნობილები, მაგრამ ნელა ამასაც გავაკეთეთ. ასევე მინდა გითხრათ ავსტრიის შესახებ. დიახ. ძალიან კარგი ფესტივალია ეს და მისი თავარი გვირგვინი არის ამ ფესტივალის ბოლოს ხდება ეს გაერთიანებული გალა კონცერტი მუსიკერენში ამ ოქროს დარბაზში მოცარტის. იქ გამოსვლა ნამდვილად პრესტიჟულია ძალიან და საამაყოა ჩვენი ქვეყნისთვის რომ ქართული სიმღერა აღჟღერდა ამ ოქროს დარბაზში. და ჩვენ აქაც მესამეჯერ მიგვიწვიეს 2014-ში ვიყავით პირველად, შემდეგ 2019 წელს და ახლა წელს ვიყავით მესამეჯერ. საკმაოდ კაი გამოხმაურება წერა კიდე ჩვენს Facebook-ზე თვითონ მათი დაწერილი ჩვენს გუნდის შესახებ. საკმაოდ ესე იგი 5 კონცერტი ქონდა, ერთი პირველი იყო ის ძალიან სასიხარულო მოხუცებულთა თავშესაფარში ვიყავით და გავახარეთ ავსტრიელი მოხუცები ჩვენი სოლო კონცერტი ქონდა. შემდეგ ავსტრიის ის რა ქვია პარლამენტის დარბაზში ქონდა კონცერტი. ავსტრიის ვენის ბიჭუნათა გუნდის დარბაზში ქონდა კონცერტი. და ეს ოქროს დარბაზში კონცერტი ძალიან სასიამოვნო იყო ბოლოს